შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ვარსკვლავები მეხუთე. ნეტავი თუ შეიძლება იყოს რაიმე უფრო მშვენიერი და დიადი, ვიდრე მზე, მთვარე, ვარსკვლავები, დედამიწა და სხვა. ეპიქტეტე. აგვისტოს ბოლოს ესტატე ქობულეთში წავიდა და იქ ზღვისპირას ცოლშვილისათვის აგარაკი დაიჭირა. მაყაშვილები ქობულეთში 5 სექტემბერს გაემგზავრდნენ. მათ მიხაც და კორნელით წახვდნენ. მატარებელი გავიდა. კორნელი ფანჯარასთან იდგა და საღამო ჟამს იისფერ გურუში გახვეულ შავ ნაბადას, მთაწმინდას, თრიალეთის ქედებსა და თბილისის მიდამოებს გასცქეროდა. ყოველთვის, როდესაც კორნელი თბილისიდან მიდიოდა, გამოუთქმელი რაღაც სევდა და ნაღველი შემოაწვებოდა ხოლმე. თითქო თბილის სამუდამოდ სტოვებდა. აი დიდუბე და დიდუბის ტაძარიც უკან ჩამოიტოვა მატარებელმა და კორნელიმ თამარ მეფეზე თქმული ლექსი წაიღიღინა. დიდუბეში იქორწინა, სადაც რომ პატარა ტაძარი არის. მერმე ისევ თბილის გახედა. მთაწმინდის კალთაზე მერცხლის ბუდისმის გავსად მიშენებული წმინდა მამათა სავანე, მამა დავითის საყდარი და სალოცავი ტაძარი თეთრად ელავდა და ფიქრში წასული მაღლიდან დასცქეროდა თბილის, მტკვარს, სიონს, მეტეხსა და ნარიყალას. თითქო ქართლის გარდასულ დიდებას გლოვობსო. მთაწმინდა ჩაფიქრებულა ისმენს დუდუნსა მტკვრისასა. მოაგონდა კორნელის აკაკის დიდებული ლექსი და ზედმეტად დარწმუნდა თუ რა დიდი წარსულით და ანდამატური ძალით იყო დაკავშირებული საყვარელ დედაქალაქთან. ის სევდა, რომელიც თბილისიდან წასვლის ჟამს ეწვეოდა ხოლმე კორნელის და ის შიში, თბილისი რომ სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა, ამ გარემოებით თუ აიხსნებოდა. აქ ყოველი კუთხე და ალაგი ნაცნობი, საყვარელი და საქართველოს წარსულზე მღაღადებელი იყო მისთვის. აი გამოჩნდა კლდოვან მთის თავზე ბებერი, ფასკუნჯივით მარაჯამჯდარი ჯვრის მონასტერი. მთის მწვერვალის გაგრძელება და მისი ორგანული დაგვირგვინება. მერმე მარად ქალწულივით ასუდრული, შიშველი, უმანკო კდემა მოსილი და მშვენებით სავსე სვეტი ცხოველი. მითიური ჩუქურთმებით, ქვაზე ამოჭრილი ატოტებული ლომებითა და ზღაპრული ფრინველებით შემკული უცნობი ოსტატის მიერ. საქართველოს ძველთაძველი ქალაქები, არმაზი და მცხეთა მოელიან, ჟამთა ვითარების გამო მიწის წიაღში დამარხული და ჩატანილი ქართლის წარსული დიდების მაუწყებელ საუნჯეთა გახსნას და ახსნასაც. ფიქრობდა კორნელი და მართლაც ჯვარის მონასტერი, არმაზი, სამთავრო და სვეტი ცხოველი ამ ხეობას ისეთ ძველ და წარმტაც ქართულ იერს ახფენდნენ, რომ კაცის თვალი მათი ჭვრეტით ვერ აცხება. ნინო კორნელისთან მივიდა. ფანჯარაში თავი გაჰყო და დაიძახა. ზედაზენი, თქვენ ზედაზენზე არა ყოფილ ხართ? არა, დიდად დაგიშავებიათ.
შენიშნა კორნელიმ და უამბო, უკანასკნელად შარშან ვინახულე ცათამდე ამაღლებული ზედაზნის ეგ ძველი ციხე და ტაძარი. იგი მრავალ მგრევას, აოხრებასა და ხანძარს შესწრებია და ახლა თითქოს ქვეყნის დაღუპვამდე აქ დარჩენა გადაუწყვეტიაო. ციხის კოშკის თავზე ავედი. იქიდან თბილისი, მტკვრის, არაგვისა და ქსნის ხეობაც ხელის გულივით ჩანს. გაშტერებული უცქერდი ბუნების ბუმბერას სურათს. საღამო ჟამი იყო. 900 იქით ქედების განაპირას მარადი თოვლით გადალესილი გოლიათი მყინვარი აღმართულიყო. მზით შეღებილი მყინვარის თეთრი მუზარადი ცაში უცნაურად ღვიოდა. უცბად ყაზბეგის მხრიდან არწივები გამოემართნენ. ჩემს თავზე გადაიფრინეს, მერმე დახყივლეს, მაღლა ცისაკენ აიზიდნენ, გოლიათი ფრთები დაარწიეს, ირაო გააკეთეს და უმალვე გაუჩინარდნენ. თაში ისევ დუმილი ჩამოეშვა, ისევ გაშტერებით გავცქეროდი ურთერთზე მიჯრილ, ურიცხო მთებსა და ქედებს და უხსოვარ დროიდგანვე დევებივით ერთმანეთზე მიჯაჭვულ ამ მთებსა და ჩაჟანგებულ ქედებს რომ ჭრეტდი, ასე მეგონა ქვეყნის პირველად გაჩენა ვიხილე მეთქი. არა, ზედაზენი თქვენ უთუოდ უნდა ნახოთ. კორნელის ნაამბობით მოხიბლულმა ნინომ ისევ ფანჯარაში გაჰყო თავი და ზედაზენს გახედა, მაგრამ ზედაზენი თვალს მიეფარა. მატარებელი მთაშორის ხეობაში შევიდა, ჩამოღამდა, ლიანდაგის გუგუნი და ბორბლების გრიალი ატყდა. ქარმა დალალები წაართვა ნინოს და კორნელის ლოყაზე მიმოაბნია. კორნელის იამა და გაიღიმა, მაგრამ ნინომ თმა გაისწორა და დალალები ხელით დაიჭირა. კორნელი დაშვებული ფანჯრის რაფას ნინოსაებრ იდაყვებით დაეყრდნო. კორნელი და ნინო მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს და როდესაც ნინო მოიხედა კორნელის სახე და თვალები ისე ახლოს დაინახა, რომ უნებლიეთ შეკრთა, თითქო მანამდე ასე ახლოს არ ენახოს. ნინომ ვაგონს გახედა. ვაგონის ბოლოს ფანჯარასთან ელო და მიხა იდგნენ. ელო ქმარს უჯავრდებოდა. ეხ გააჭირეს საქმე, გაიფიქრა ნინომ და ისევ ფანჯარაში გაჰყო თავი. მალე მატარებელი ხეობიდან ველზე გავიდა და მოულოდნელად დიდრონი და მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ტატნობი გამოჩნდა. კორნელიმ და ნინომ მაშინვე თავი ასწიეს და უცნაურად მოციმციმე ურიცხ ვარსკვლავებს ახედეს. მათ გულში შეუცნობის და მიუწვდომელ უსაზღვროების წინაშე განსვიფრება და ღაღადისი დაიბადა. ნინო კუპეში შევიდა. განა ფანჯარასთან ფეხზე დგომით უნდა ჩამოწყდე, მალე გორი იქნება. აი აგერ ზედა საწოლზე ლოგინი გაგიშალე და დაწექი, უთხრა ვარდომ. უი არა, მიუგო ნინო, სანამ ხაშურსა და გვირაბს არ გავევლით, მე არ დავწვევი. ხელს ხომ არ გიშლით, ქალბატონო, დაიძახა სენატორმა გიორგი დადვაძემ და წამოდგა. რას აბრძანებთ? ჯერ რა დროს დაწოლა, აკი ვთქვი, ხაშურამდე არ დავწვევი მეთქი. დედა თუ აპირებს დაწოლას არ ვიცი, უთხრა ნინო. არა ბატონო, მე ხაშურის შემდეგაც არ დავწვევი. ხომ იცით მატარებელში არ მეძინება. დაბრძანდით, ძალიან გთხოვთ. შეეხვეწა ვარდო დადვაძეს. ესტატემ დადვაძეს მკლავში ხელი წაატანა და ფანჯარასთან პირისპირ ისევ თავის ადგილზე დასვა. ესტატეს პიჯაკი გაეხადა. ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო, დახედა და ქალებს განუცხადა. რა მოგივიდათ? ჯერ 10 საათიც არ არის, რა დროს ძილია.
სამხედრო სასამართლოს გამსვლელი სესია ბათუმში მიემგზავრებოდა. ვექილი ესტატე მაყაშვილი მისი თავმჯდომარე იყო. სასამართლოს გამსვლელი სესია ბათუმიდან ფოთშიც უნდა ჩასულიყო და იქ გარნიზონის აჯანყებული ოფიცრები, ჯარისკაცები და მეზღვაურები გაესამართლებინა. სენატორი გიორგი დადოაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა და საერთაშორისო ვაგონის მეზობელ კუპედან ესტატეს და მისი ცოლშვილის სანახავად შემოსულიყო. ახლა ჩემთვის აშკარად არის. ბოლშევიკები ყველაფერზე წავლენ. განაგრძო გაწყვეტილი საუბარი ვექილმა ესტატე მაყაშვილმა. უკეთესი გნებავთ. რუსეთის სრულუფლებიან ელჩს გენერალ ბარათოვს ჩვენს დედაქალაქში ბომბს ესვრიან. ვიღაც არკადი მიქელაძემ, მიუგო დადოაძემ, უთუოდ ბოლშევიკი იქნება, შენიშნა ვარდომ, ეჭვიც არ მეპარება, მიუგო ესტატემ. კორნელი კუპეს კარებში გაჩერდა და ვექილთან საუბარს ყური დაუგდო. საოცარი ხალხია ბოლშევიკები, ხელავდა ესტატე. დენიკინის ლაშქარი მოსკოვს უახლოვდება. ბოლშევიკებმა დაჰკარგეს ხარკოვი, კიევი, საქართველოს კი ებღაუჭებიან და თავს არანებებენ. ნუ დაგავიწყდებათ. საქართველოში და ამიერკავკასიაში თუ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ბოლშევიკები ზურგში ჩასცემენ ლახვარს მოსკოვზე მიმავალ დენიკინის არმიას. განუმარტა დადოაძემ. ჩემი აზრით, ჩაერია საუბარში კორნელი. საქართველო მოიგებდა ბოლშევიკებთან ერთად დენიკინის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით რომ გამოსულიყო, რადგან დენიკინმა რუსეთში თუ გაიმარჯვა, საქართველოსაც დაიპყრობს. ბოლშევიკებმა რომ გაიმარჯვონ, მაშინ თქვენ როგორ გონიათ, ისინი გუნდრუკის კმევას დაუწყებენ ჩვენს დამოუკიდებლობას, შეუტია ესტატემ. ბოლშევიკებს ხალხთა თვითგამორკვევა, დამოუკიდებლობა პროგრამაში უწერიათ, მიუგო კორნელი. უწერიათ მხოლოდ. ამდენ ხანს ვერ შეიგნეთ, რომ ისინი ფანატიკოსები არიან, გაცხარდა ესტატე. მათ პარტია და არა პატრია სწამთ. არავითარი სამშობლო, არავითარი მამული მათთვის არ არსებობს. ნუ ცხარობ, კაცო, დაამშვიდა ქმარი ვარდომ. ცხადია რუსეთში ან დენიკინელები, ან კიდევ ბოლშევიკები გაიმარჯვებენ. ბოლშევიკებს მაინც დენიკინელები სჯობიან. ჩვენთვის ისასჯობია რუსეთში, რომ არც ერთი ძალა არ გაიმარჯვებდეს. რაც უფრო დიდხანს გასტანს რუსეთში სამოქალაქო ომი, ანარქია, არევ-დარევა და ბუნტი, მით უფრო დასუსტდება იგი, მით უფრო მალე დაიშრიტება მისი ექსპანსია და მოწოლა სამხრეთსა და აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლშევიკურ მოსკოვს საქართველოზე და არარუს სხვა ერებზე პრეტენზიის გამოცხადების თავი აღარ ექნება. მიუგო ცოლს ესტატემ. მაპატიეთ ესტატე, მაგრამ ეს სატანისტური პოლიტიკაა. დემოკრატიული რესპუბლიკა მასეთ პოლიტიკას ვერ გაიზიარებს, შენიშნა დადოაძემ. პოლიტიკა, დიპლომატია სატანასთან უფრო ახლოა ვიდრე ღმერთთან. რაც შეეხება დემოკრატიულ რესპუბლიკას და სახელმწიფოებრივი წყობილების სხვა ფორმებს, უნდა მოგახსენოთ, რომ ისინი დაუსრულებლივ იცვლებიან და ისევ ძველს უბრუნდებიან. ერთი სიტყვით perpetuum mobile, რაც უნდა იყოს სახელმწიფოებრივი მმართველობის საუკეთესო და ნაცადი ფორმა, უთუოდ მონარქია. მაპატიეთ ჩემო კარგო, სიტყვა გააწყვეტინა დადოაძემ, მაგრამ ის, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, მაკიაველიზმზე უფრო ვარესია. მაკიაველიც კი რესპუბლიკას უფრო იცავდა ვიდრე მეფეს. იგი ამბობდა, რომ რესპუბლიკანური მმართველობა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას ემსახურება,
მეფე ტირანიკი ყველას და ყველაფრის მიმართ მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობსო. რადგან დადვაძე და მაყაშვილიც იურისტები იყვნენ და რომის ისტორიას და სამართალს იცნობდნენ, ამიტომ ძველი რომის მაგალითს, რომის მეფეებს და მოღვაწეებს უფრო ჩააცივდნენ. თუმცა არც ახალი დროის ისტორია, მეფეები და პოლიტიკური მოღვაწეები დავიწყნიათ. ნინომ დაამტკნარა, დაცხა, თავბრუ დაესხა და რადგანაც მას ასეთი ცხარე კამათი მამისაგან ხშირად სმენია, გასაგრილებლად ისევ ვაგონის ბაქანისაკენ გასწია. ვარდო კი იმდენად გაერთო მამაკაცთა კამათით, რომ ნინოს წასვლა ვერ შენიშნა. ნინოს კორნელიც გაჰყვა. დადვაძე რუსეთზე ორიენტაციის კაცი იყო და საქართველოს ხალხის ცხოვრება რუსეთის ხალხთან კავშირის გარეშე ვერ წარმოედგინა. ვეკილთა შორის ცხარე კამათი გაჩაღდა. ვარდომ კუპეს კარებში თავი გაჰყო. გაჩირაღდნებული სადგური დაინახა და იყვირა. უი, ხაშურში მივსულ ვართ კიდეც. რა დიდი დრო გასულა. დადვაძემ საათს დახედა, წამოიჭრა. მაყაშვილებს გამოემშვიდობა და თავის კუპესაკენ ბაჯბაჯით წავიდა. ხაშურის შემდეგ ნინო კუპეში შევიდა. მამის პირისპირ ფანჯარასთან დაჯდა. როგორი მური შემოვიდა, განაცხადა მან და ხელთათბანი გაიკეთა. კონდუქტორმა ფანჯრები ასწია და ფარდები ჩამოუშვა. ელო კუპეს კარებს მოჩვენებასავით მოადგა და ვარდოს უთხრა. გვირაბს უახლოვდებით. სანამ მას არ გავივლით, ვერ დავწვევი. მეშინია. რისი გეშინია? დასცინა ესტატემ და მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება თავის ქალს. ნინო გულხელ დაკრეფილი იჯდა და ნაღვლიანი თვალებით მიშტერებოდა სანთელს. იგი ფერმკრთალი და დაღლილი ეჩვენა ესტატეს. შეეცოდა, თანაც მოეწონა. ცხვირი, ნიკაპი და შუბლი ჩემი აქვს. გაიფიქრა, მოეფერა, ხელი თავზე გადაუსვა. უკეიფოდ ხომ არა ხარ, შვილო? შობლიური მზრუნველობით კითხა მას. არა, მამილო. მიუგო ნინომ და გაუღიმა. მამა გვერდით მიუჯდა, შუბლზე აკოცა. მერმე ნინოს ლოყას ლოყით შეეხო და ვარდოს უთხრა. გონი სიცხე უნდა ჰქონდეს ამ ქალბატონს. ვარდომ კოფთის გულისპირი გაუწია ნინოს, შიქხელი ჩააცურა და სიცხე გაუსინჯა. ნინო მოიკრუნჩხა, სიცილი წასცდა და დედას უთხრა. თავი გამანებე, რა სიცხე, საიდან მოიგონეთ? ესტატე ისევ თავის ადგილზე დაჯდა. შვილს შეხედა და უთხრა. გვირაბის შემდეგ ჰაიდა, აი იმ საწოლზე შეგაგდებ. მატარებელი გვირაბში გრიალით შევარდა. ერთბაშად მთლად ჩამოღამდა. ელო ვარდოს ჩაეხუტა. ვარდომ ირჯვარი გადაისახა. ვაგონი ლიანდაგის გუგუნით, ბორბლების ხმაურითა და რკინების გრუხუნით აივსო. კორნელიმ კუპეში შეიხედა. ნინო ფანჯარასთან ფერმკრთალი იჯდა და სანთელს გაოცებით მიშტერებოდა. კორნელი შუბლით ფანჯრის გრილმინას მიებჯინა დერეფანში და გვირაბს გახედა. მაგრამ არაფერი არ სჩანდა. მხოლოდ ხანდახან გაიელვებდა ციცინათელებივით ოდნავ ბჟუტავი ფარნები წყდიაჩი და ბოლით გამურული გვირაბის კედლებს გამოაჩენდნენ. მერმე კი ისევ წყდიადი ჩამოეშვებოდა. თითქო მატარებელი ღამის ურჩხულმა გადაყლაპაო. და მაშინ ლიანდაგის მეტი გუგუნი და ბორბლების მძაფრი ხმაური ისმოდა. ზარის ხმა და რკინების უცნაური კაკუნი გაისმა. ნინოს მოეჩვენა თითქო გახურებულ ლიანდაგზე მავნეს სულები დამსხდარან და გრდემზე გაგდებულ ვარვარ რკინას ჩაკუჩებს სცემენ და ჰკვერავენო. გვირაბის ნახევარი უკვე გავიარეთ. დაიძახა ესტატემ და საათს დახედა. საიდან იცი?
კითხა ვარდომ. ზარის ხმა იმას ნიშნავს, რომ გვირაბის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ. ამდენ ხანს მატარებელი აღმართზე მიდიოდა. ახლა დაღმართი დაიწყება. მიუგო ესტატემ. მართლაც მალე ინათა. გვირაბში შუქი შემოიჭრა და მატარებელიც სამშვიდობოზე გავიდა. ჯოჯოხეთური ხმაური ერთბაშად გათავდა. კორნელიმ ფანჯარა ასწია. ისევ ნათელი, ვარსკვლავებით მოჭედილით საგამოჩნდა. მან უხერხულად მიიჩნია მაყაშვილთა კუპის წინ ღია ფანჯარასთან ამდენ ხანს მარტო დგომა და ვაგონის თავში ბაქანზე გავიდა. მერმე ვაგონის კარი გააღო. სახელურს ხელი ჩასჭიდა და კიბეზე გაჩერდა. ქარი მაგრასცემდა სახეში და აგრილებდა. ზემო იმერეთის ამწვანებულ მთაგორიან ხეობაში აკაფებული მდინარის ძირულას მხარდამხარ ლიანდაგი მიიკლაკნებოდა და ზედ ორთქლმავალი კოხტად შეკაზმული მერანივით მიჰქროდა. გაფანტული კვამლი გაშლილი ფაფარივით დასდგომოდა. მწვერვალებით ცას მიბჯენილი მაღალი მთების ხეობაში მიჰქროდა მატარებელი. ცა არ ჩანდა ახლა, მაგრამ აი ერთი მოქნევა, გაქანება, მთის მობრუნება, უკან გაქცევა და მატარებელიც ხეობიდან მოშიშვლებულ ზეგანზე გაიჭრა. კორნელის წინაშე ისევ უამრავი ვარსკვლავებით მოჭედილი ცისტატნობი გადაიშალა. კორნელის მოეჩვენა თითქო მიუწვდომელ და უსაზღვრო სივრცეში მოციმციმე ეს ყრუ და მუნჯი ვარსკვლავები უცხო და უცნაური ენით უხმობენო. იგი განცვიფრებული მიშტერებოდა მათ და სოფლიო უსაზღროების შესახებ ფიქრობდა. უცბად ვაგონის კარი ვიღაცამ გააღო. კორნელიმ მინო დაინახა. ქალი ფერმკრთალი იყო. კორნელი ბაქანზე ამოვიდა და გულში ჩაიკრა. კარგახანს იყვნენ ფანჯარასთან გარინდებულნი. მერმე ვაგონში კარმა გაიჭრიალა და მინო შეკრთა. შვიდობით, დედას არ სცინავს. უთხრა მან კორნელის და ფეხაკრეფით წავიდა. კორნელი კიბეზე გაჩერდა. სახელურს ჩასჭიდა ხელი და ისევ ცას ახედა. ყველაზე დიდი და შუქიანი ვარსკვლავი მოსძებნა და მას გაუღიმა. თითქო გულის ნადებს და თავის ბედნიერებას ამცნობსო. მიჯნურობითა და პოეზიით მთვრალი ჭაბუკი ასეთი ბედნიერი არასოდეს არ ყოფილა. როცა განთიადმა მოატანა, ცაში ნათელი ჩადგა. ნათობებს შუქი გამოელიათ და შეუმჩნეველ წერტილებად მიიწურნენ. კორნელი მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს. იგი ფეხაკრეფით შევიდა თავის კუპეში და მიხას პირისპირ საწოლზე გაუხდელად გაიშხლართა.